აი მაგალითად. მინდა მოგწერო ეს სიტყვის ბრუნვები ან ფორმები. იმიტომ რომ ეს არის გრამატიკულად ზმნა. ვიცნობ, იცნობ, იცნობს. Okay? დღეს შორის ჩვენ დავამატებთ ჩვენ ზმნებს მესამე პირს. ის და ისინი. ამიტომ ახლა მოგწერ მთლიანად. ზმნა თავის საწყის ფორმაში არის conoscere. საწყისი ფორმა არის ის ფორმა, რომელსაც ხედავ ლექსიკონში. თუ შენ გინდა იცოდე, რას ნიშნავს იტალიურად სიტყვა გაცნობა, შენ ლექსიკონში მოძებნი გაცნობას. და რაც გამოვა, ეს იქნება conoscere. არ გამოვა აი უღლებები ან არ გამოვა ფორმები, ოღონდ გამოვა საწყისი ფორმა, როგორც ქართულში. მე შემიძლია ლექსიკონში დავწერო ვიცნობთ, რომ გავიგო რას ნიშნავს, ხო? ლექსიკონში, არა თარჯიმანში. მაგრამ თუ გავიგო რას ნიშნავს, უნდა დავწერო გაცნობა, იმიტომ რომ გაცნობა არის საწყისი ფორმა ქართულშიც. conoscere. ამიტომ io conosco. Io conosco. Io conosco. აბა გაიმეორე. Ripeti. Tu conosci. გაიმეორე. ძალიან კარგი. Lui conosce. გაიმეორე. ხოჭა. Lei conosce. Lei conosce. გაიმეორე, ripeti. ძალიან კარგი, ხოჭა. Noi conosciamo. Noi conosciamo. კიდევ ერთხელ ვიტყვი. Noi conosciamo. გაიმეორე? ძალიან კარგი. Voi conoscete. Voi conoscete.